მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემგან ხელმარჯვნივ არის ადამიანი, რომელზეც გამოცხადებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს 25 მილიონიანი bounty hunter-ი. ანუ ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მოროსი, მასზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა და ის ითვლება, რომ არის ახალი ტერორისტი, რადგანაც ის თანამშრომლობს დრაგ კარტელებთან. აკონტროლებს მთლიანად ვენესუელის უზარმაზარ ნავთობ დაახლოებით 303 მილიარდი ბარელ ნავთობზეა საუბარი და ამერიკამ გამოვიდა და თქვა ეხა შენ რატო უნდა იღებდე ამ ნავთობს როცა შეგიძლია ჩვენ ავიღოთო და ამერიკა ადგა და გამოაცხადა მასზე საერთაშორისო დევნა იმიტომ რომ ის არის ტერორისტიო დიქტატორიო კარტელებთან თანამშრომლობსო და ამერიკა იძულებულია ეხა დემოკრატია ვენესუელაში არ არის და ხო უნდა დამყარდეს ეხა რა ამერიკა ხო სადაც შედის ყველგან დემოკრატია ეხა და ეხლა მეგობრებო რა ხდება ძალიან საინტერესო ამბები დაიწყო ლათინურ ამერიკაში ტრამპმა უკვე ბრძანება გასცა პირდაპირ 4000 საზღვაო ქვეითი უკვე უნდა გადაისხას ვენესუელის სანაპიროზე მთელი ამბებია დაწყებული შეიძლება საერთოდ ახალი ომის ვიხილოთ ლათინო ამერიკაში თვითონ ხო ნატროდი აქამდე ამერიკის ტერიტორიაზე ომი რატო არ იწყებაო და მადურო გამოვიდა და რა ვიცი 4 მილიონიანი კაცის რეზერვისტის იმის რა ქვია ჯარისკაცის შეგროვება შეძლო და გამოუცხადა ამერიკას რომ ის ამერიკულ იმპერიალიზმს შეაჩერებს და რაღაც მთელი ამბები მოკლედ ძალიან საინტერესო ვიდეო განხილვა გელით ეხა რა ხდება ლათინო ამერიკაში დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი ასევე შეგიძლიათ გამოყვეთ ინსტაგრამზე სადაც საინტერესო პოსტებს ყოველდღიურად ვდებ სტორიების სახით აღწერაშია ყველაფერი მითითებული დააპაუზეთ ვიდეო დამაფოლოვეთ და შემდგომ ამ ვიდეოს ყურება გააგრძელოთ ხოლო ახლა ამ ვიდეოსაც შეეხება დალაიქეთ გაუზიარეთ მეგობრებს და გამოიწერეთ არხი რადგანაც მოისმინოთ სიმართლე არაფერი სიმართლის გარდა ამერიკა აპირებს ვენესუელაში შეიჭრას აი ეს არის ნიკოლას მადურო მეგობრებო მადურო არის პერსონა, რომელიც 2013 წლიდან მართავს ვენესუელას, მაგამდე იყო დიქტატორი უგო ჩავესი, მაგრამ უგო ჩავესისგან განსხვავებით ეს ნაკე უფრო ყალბი არის, რადგან უგო ჩავესი უფრო ქარიზმატული ლიდერული თვისებები ჰქონდა რა, უფრო მაგრა აბოლებდა ხალხს და მადურო ძალიან ხელნურია, ხა მე თქვენ განახებთ ერთ ვიდეოსაც ძალიან კრინჯულად გამოდის და რაღაც სისულელებს ბურტყურებს, თუ ყოველ შემთხვევაში მადურო მის შეძლო რომ პრივატიზება მოახდინა მთელი ამ ნავთობ ოილების გადამამუშავებელი ქრუდოილები, რაც არის მთელ ვენესუელაში და ხო რა თქმა უნდა აღშფოთება ამერიკის გამოიწვია აქედა ხო რატო აქვს ვენესუელას იმის უფლება აკონტროლოს ნავთობი როცა იქ ამერიკა ხო აი ხა უყურე აი თვითონ ეს ვიტალს პეიჯი აცხადებს რომ ვითომ ეხა წარმოიდგინა ადამიანს რომელსაც აქ ამხელა ნავთობის შესაძლებლობები ვითომ კარტელებთან თანამშრომლობსო და კარტელები აღქმულია თანამედროვე ამერიკული პოლიტიკოსთვის როგორც ტერორისტები რა მე ხო გითხარით რომ მექსიკაშიც აპირებს ეხა ჩილოთ მექსიკაზე ტერიტორიაზე ტრამპმა გადასხას ჯარისკაცები და დაიწყოს პირდაპირ განეიტრალება მათი და ნუ მათ რიგშია ვენესუელა. კორუფცია, ძალადობა, რა თქმა უნდა, ხო? ეს ისტორია ხო არ გახსენებთ, მეგობრებო, ხო არ გახსენებთ თქვენ იმის რა ქვია ახლო აღმოსავლეთის ამბებს, აი კარგი პარალელები დავუსვათ რა. America is striking back. The US has deployed 4,000 combat troops alongside 4 heavily armed warships into the heart of Latin America. Officials claim the mission is aimed at dismantling cartels. მიზეზი კარტელების განეიტრალება, კი. Maduro responded with defiance, announcing that 4.5 million militia fighters are now activated and fully prepared. ხო, 4.5 მილიონი ჯარისკაცის მობილიზება შეძლო მადურომ რა და სანაპიროები აქვს გამაგრებული. ეხლა ვინც გეოგრაფია იცით ვენესუელას პირდაპირ ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საზღვარი აქვს მხოლოდ ამერიკასთან, ანუ მათ შორის არის უზარმაზარი ისა რა ქვია წყალი, უზარმაზარი ზღვა, მაგრამ ანუ ესე თქვათ ბარიკადებია, რომ წარმოვიდგინოთ რა, ეხლა რავი რა შეიძლება, ნორმანდიის სანაპიროს რო შევადაროთ მეორე მსოფლიო ომში, მოკავშირეებმა რო გადასხეს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, დაახლოებით ეგეთი სცენარია, და ვენესუელას აი ჩრდილოეთიდან სულ მოშიშვლებული ზღვა აქვს, სანაპიროები და თუ საიდანმე გადასეხა კი გადაიყვანა იქიდან რა ქვია წყნარი ოკეანის სანაპიროზე ეს 4 სამხედრო ფრიგატი, მაგრამ იგეგმება ასევე კარიბის ზღვიდან გამოყვანა ამის და მთლიანად კალი დაარტყას. ეხლა ამერიკას ისეთი ძალა აქვს, რომ ავი ამათმა გინდა 4.5 და გინდა 8.5 გამოიყვანონ ამერიკის შედარებაც არ შეიძლება ეხლა სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით ვენესუელასთან რა. For a confrontation with the United States. If America sets even one step on Venezuelan soil, აი ოილ რა თქმა უნდა. Everything we have, he declared. American commanders insist their forces remain stationed in the Latin American waters, but tensions are spreading fast. Reports warn მდგომარეობა უფრო და უფრო იცავება. Where cartel violence ხო, აი მე როგორც გითხარით, ასევე მექსიკაში. ანუ იწყება მეგობრებო, ლათინო ამერიკის აი პრივატიზირებული კარტელების, ნავთობების და სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების სრული გადაფორმება შეერთებულ შტატებზე.
ანუ ეხლა თქვენ ეხლა ვინმეს გჯერათ, ეხლა რო აი ვინმეს ადარდებს ეხლა ლათინო ამერიკაში, ოდესაც მექსიკა, კოლუმბია, ვენესუელა, ბოლივია განთქმულია ნარკოკარტელებით, ესე იყო ყოველთვის, ხო? და უცებ ხე ტრამპი მოდის და ეხლა ახსენდება, ეხლა თურმე კარტელები არიან მექსიკაში, თურმე ტერორისტები არიან ისინი. ოღონდ არა რელიგიური, არამედ ნარკოდანაშაულის იმპერიის. ანუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ყველაფერი გადავიდეს ამერიკის კონტროლ ქვეშ, ანუ ამერიკული დემოკრატია უნდა დამყარდეს. გაიგეთ სიმართლე. Is already spiraling out of control. One miscalculation could ignite a regional war, and in the end, the world can only pray for peace. აი გამოდის ხა მადურო ცოტა კრინჯი ვიდეოა ეს ხა გამოდის და ნახეთ ხა რას ამბობს რომ ამერიკამ რო გამოაცხადა Bounty Hunter-ი და 25 მილიონიდან უკვე 50 მილიონზე აიყვანა უკვე ნახეთ აი დააკვირდით მის ექსპრესიებს. ისეთები ჩამოუგდიათ. ანუ ისეთები ჩამოუგდიათ შემომადო რომ ამერიკა არის პროფესიონალი რეჟიმების ცვლილებებში აი ამიტომ calm down მართლა რა. Is about to erupt. And this time, it's between the United States and Venezuela. For years, Washington has accused President Nicolas Maduro of running a vast empire. Billions in narcotics. აი როგორც გითხარით, მეგობრებო, აი ჩრდილოეთიდან აქ ეს საზღვარი ვენესუელა, საზღვაო. ანუ თუ საიდანვე ამერიკა დესანტის გადასხმას დაიწყებს, ეს იქნება ვენესუელის ჩრდილოეთი ნაწილი. და წყოეთ წარმოგიდგენიათ რამხელა ნავთობს ფლობს ვენესუელა 3 მილიარდი კუბურის ბარელი. წარმოიდგინეთ უზარმაზარი, სოფლიოში ერთ-ერთი უზარმაზარი სამ, მაგრამ ამოდროულად ხო ღარიბი. იმიტომ რომ არის ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებაში და ბუნებრივია სახელმწიფო საქმიანობა ხალხს კი ახლა მე მადურო კი ის კი არ გამომყავს რა ქვია რაღაც ანგელოსი კაცო არა. უგო ჩავესი დაჟე უფრო უკეთესი იყო მაგასთან შედარებით მე თუ სიმართლე გაინტერესებს, იმიტომ რომ ეკონომიკური კრიზისები სულ უფრო ამ მადუროს პერიოდში არის, მაგრამ მე ვამბობ აქ იმას, რომ ამერიკის განზრახვა არა ვენესუელაში არსებული მოსახლეობისგან თავისუფლება, არამედ ის, რომ როგორც მაგალითად ახლო აღმოსავლეთში ერაყში ნავთობი სადამ ჰუსეინის ხელში იყო და მე გადავიდა ეს ყველაფერი British Oil-ში, ანუ ბრიტანული იმაში. დაახლოებით ეგეთი რამის გაჩვენებას აპირებენ. უბრალოდ ახალი ტენდერი უნდა ჩატარდეს და მოიგოს ამერიკულმა კომპანიამ, რა. Fueling corruption, violence, and keeping his grip on power. Now America is striking back. The US has ხო ეხა აი ეს არის მეგობრებო ეხა შედარება რა. ნუ ეხა ამერიკა რო ვენესუელას ჩაძირავს და ამერიკა რო ვენესუელას ეხა მარტივად გაანეიტრა, ნუ ამაზე ეხა თუგონი არ უნდა ვიდაოთ არც ერთმა მხარემ. ამიტომ უბრალოდ თემა ის არის რომ მორიგ უსამართლობას ხედავთ რეალურად სოფლიოში რა. ანუ განხორციელებული აი როგორც ძალით დამყარებული კოლუმბიაში, ძალით დამყარებული ბოლივიაში, ძალით ცელობა კუბაში რომ მოეხდიან ეს ყველაფერი, ახლა სამიზნე ერთი არის მექსიკა კარტელები და მეორე არის ვენესუელა. ანუ ეს საფრთხეები მე რეალურად ანუ მაშინ იცით რა არის აი მერაზე მაქვს იცი ყოველთვის საუბარი რომ ანუ თუ ამერიკა ეგეთი ყოველას ნიანკაა რა ანუ ყოველას ძიძა არის აბსოლუტურად მაშინ თავის საგარეო ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციაში დადოს ესეთი დოქტრინა რომ აი სადაც კი რამე უსამართლობა სოფლიოში ნახავს, ყველგან დაიწყო სამხედრო ინტერვენციები. არაერთი ორმაგი სტანდარტი აქვს ამერიკას ამასთან მიმართებაში. ბევრი უსამართლობა აგეს სერბეთის დაბომბა 99 წელში. 75 დღე რო იბომბებოდა. ახლო აღმოსავლეთის ყველა კამპანია, მცირე აზია, მერე უკიდურესი აზია, ვიეტნამი, ავღანეთი, იმის რა ქვია, აგერ უკრაინა, აგერ ისრაელი ღაზის სექტორი, ანუ რამდენი რამეა დასამყარებელი, რატო არ ამყარებს ამ ყველაფერს? ანუ მარტო ყოველთვის რატო ემთხოვ იმას, რაც ამერიკას ჭირდება უბრალოდ. და ეს ამერიკული establishment-ის გამოგონილი, ესე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ინტერვენციები, ეკონომიკური მკვლელები, ფსევდოდემოკრატიის დამყარება, რეჟიმების ცვლილება, ეს ამერიკული ტერმინებია. ანუ რეალურად ანუ იმას კი არ ვამბობ, რომ მადურო მაგარი ტიპია ვენესუელისთვის, არა. ვენესუელა შეუძლია იყოს ძალიან მაგარი ქვეყანა. თუნდაც კარგი დიქტატორის ქვეშ. მაგრამ უბრალოდ ის არის რომ მთლიანი ფული მიდის, რა თქმა უნდა, ამ მაფიის ხელში, მაგრამ ანუ რეალურად ამერიკის ამბიციის კი არ არის რომ მადუროს მაგერას ხლა დასვას ისეთი რომელიც უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ რაღაცებს შეუწყობს ხო ხელს და ხალხის ძალის გაძლიერებას. არა, კონკრეტულად ისა რომ ამერიკას უნდა დასვას თავის კაცი. რომელიც მიაწვდის ამ ყველაფერს. თორე ამერიკა ავღანეთში იყო ამდენი წელი, აი ავღანეთში რა შეიცვალა? 30 წელზე მეტი იყო ამერიკაში, ისა რა ავღანეთში ამერიკა რა შეიცვალა, რა დამყარდა? ერაყში რა დამყარდა? ლიბიაში რა დამყარდა? ანუ ჩვენ ხო აი ხშირად არის ამაზე საუბარი, რომ რუსეთი არის სამყაროს მტერი, ხო? რუსეთი ახდენს ყველაფრის ოკუპაციას, ყველაფრის გრევას, რუსეთი არის ჭირი კაცობრიობის, სადაც რუსეთი შედის, იქ აღარაფერი ქვაქვაზე არ რჩება. კაი, მაშინ მე კითხოსო, ერთი ქვეყანა მაინც დამისახელოს, ვინმე ერთი ქვეყანა მაინც დამისახელოს, აი ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ამერიკა შევიდა ინტერვენციით და დღეს ეს ქვეყანას აქვს მაღალი GDP, ან დემოკრატიის მაღალი ინდექსი, ან მაგალითად ხალხის ცხოვრება გაუმჯობესებული. არა. რისთვის იყო ამერიკა ავღანეთში?
რომ თალიბანი ისე თალიბანი ჩაენაცვლებინა. და ამას 4 პრეზიდენტი შეეწირა და რავი 100 მილიარდზე მეტი თანხა, რომელიც უდიდესი ნაწილი ავღანეთში დარჩა. არასამაგეროდ გაძარცვა კანაფისგან და სხვადასხვა მძიმე ნარკოტიკებისგან იქავრობა. ანუ რეალურად მე მინდა დაგანახოთ ის რეალური სურათი რატო ხდება ომები, აი თანამედროვე ამ ანარქიულ გეოპოლიტიკურ შეჯახებებში რა. აი ეს არის ჩემო ძმებო. Deployed 4,000 combat troops alongside 4 heavily staffed where აი კაროლინ ლევიტი გამოვიდა ეხლა. არის პრესპიკერი თეთრი სახლის. მოდი მოусმინოთ აბა. What I will say with respect to Venezuela, President Trump has been very clear and consistent. He's prepared to use every element of American power to stop drugs from flooding into. ეაორე რას ამბობს რა, ანუ პირველ რიგში პატივისცემას გამოხატა ვენესუელელი ხალხის მიმართ. კაროლინ ლევიტი თეთრი სახლის პრესპიკერი ამას ამბობს. მეორე პრეზიდენტმა ტრამპმა დაანონსაო რომ კარტელებიო და ყველა უინების ესე თქვა ამ დანაშაულ კრიმინალურ ორგანიზაციაში არის სახელმწიფოს ინტერესების მტრებიო, ანუ ამერიკის საგარეო პოლიტიკისო და თავს ვალდებულად თვლისო რომ ვენესუელელი ჭყალებში ხალხი დაიცვას. To our country and to bring those responsible to justice. The Maduro regime is not the legitimate government. ხო, მადუროს რეჟიმი არ არის ლეგიტიმურიო, ვინაიდან ეხა მესამე ვადით რო ერთშეს ვითომ რაღაც ისლანდიური გამოცემა არსეობს რაღაცა რა, რაღაც NDF-ის კვლევა რა რაღაც ეგეთი და სადაცო ოპოზიციურმა ლიდერმა მოიგო, მაგრამ გაიგე ხა ვენესუელაში რა მოხდა. ფაქტია 4.5 მილიონი კაცი გამოიყვანა იმ კაცმა, ანუ ხარდაჭერა აქვს, ეხა ხარდაჭერა რო არ ქონეს, ასადივით გაიქცეოდა მაშინ სირიიდან, ხო? Of Venezuela, it is a narco-terror cartel. In Maduro, it is the view of this administration, is not a legitimate president. He is a fugitive head of this cartel who has been indicted in the United States for trafficking drugs into the country. ანუ ის არის რა ქვია მადურო თანამშრომლობს ამ ნარკოკარტელებთან, აქ მაქენა კრიშაო და რომ დახმარებებიო რა და ამ ერთიანი კრიმინალური ორგანიზაციით ზალადობენ ხალხსეო რა. აი ესეთი იყო თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება. A surprise US აი ხა მეგობრებო, ეს არის სულ ახალი ვიდეო, მე მინდა თქვენთვის ეს გვენახა და ეს არის რომ ამერიკამ გადასხადა 4,000-ზე მეტი ჯარისკაცი. Here's what you need to know. There are 3 US Navy. ხო, სამი ამერიკული გამანადგურებელი იქნა გარატანილი, გამანადგურებელი თვითმფრინავები და 4,000 საზღვაო ქვეით. Officially their mission is to თავისი რა ჰუმანიტარული დახმარებებით რა თქმა უნდა. South America to the US, but they're also putting embattled Venezuelan president Nicolas Maduro. ხო, სუდად აქ რა რეალურად მადუროს საქმე, მართლა სუდად აქ ამერიკის გადამტერება სატანა გადაიმკიდო, რავი, მე მგონი ეგ ჯობია, იმიტომ რომ ამერიკა ამ საქმეს რა თქმა უნდა ბოლომდე მიიღოს. საერთაშორისო სამართალს ეგადგენს და გაეროს წესებს ეგადგენს და ყველაფერს ეგადგენს, ვინ ამტყუან მართალი და ეხა ბუნებრივი რაც ანუ აქ უსამართლობაზე შენ ილაპარაკო, ხო, მაინც იმას გაკეთებს რაც უნდა. For years the US has said that Maduro is involved in drug trafficking. ხო, აი ხა მე მინდა ხაზი აი რას გავუსვა მეგობრებო, რაც ახასიათებს ამერიკის რიტორიკას, ზოგადად საგარეო პოლიტიკასო. ამერიკა ყოველთვის манипуляციას ახდენს. აი მაგალითად აი ხა დაუშვათ, აი საფრთხე არის რომელიმე ქვეყანა. აი ავიღოთ რაღაც ჭ კატეგორიის ქვეყანა, ხო? ამერიკა ეხა რასოს, ანუ იმას კი არ ამბობს, რომ არ ლეგიტიმურია მთავრობა, არა. ამერიკა ამბობს სწრამეს, რომ ხალხი იჩაგრება იქ. ეგ არის ერთი манипуляცია. მეორე, ეს ქვეყანა იმსახურებს დემოკრატიას. დემოკრატია იქ არ არის, ანუ დაბალი დემოკრატიული ინდექსია. მესამე, ამერიკა ვალდებული აქ ჩაერიოს, რატო? იმიტომ რომ ამერიკა ყოველას მამიდაა. მეოთხე, ამერიკა იწყებს უკვე სატელიტური სახელმწიფოებზე ამ საკუთარი კონტინგენტების გადასხას და იწყებს ამ კალის შემოტყვას ამ ქვეყანას. მეექვსე, შეყავს უკვე საკუთარი ეკონომიკური მკვლელები. რომელიც ამ კომპანიები და არასამთავრობო იმეები და დემოკრატიული ინსტიტუტებით იმედია და აი გუდავენ სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე. უზარმაზარი ხა USAID-დან რამდენი ქვეყანა გადატრიალებული, ხო? საქართველოში რამდენი ავადმყოფი ლიბერალი გაზარდა, მაგრამ ხო ეხა რაც არ უნდა ტრამპმა აბრალოს ეხა ვიღაცა სხვა ხო USAID ხო ამერიკული იყო, ანუ რა მნიშვნელობა აქვს ეხა? ბაიდენის დროს იყო ხო ტრამპის ამერიკის კისერზეა ყველაფერი, ხო და ესე აქ მოწამლული უამრავი რეჟიმი და უამრავი მმართველობა და უამრავი ეს სახელმწიფო განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, ბალტიისპირა ქვეყნები, საქართველო, ნუ აი სადაც რომელიც არის რიმლენდისა და ჰარტლენდის საზღვარი ესე რომ ვთქვათ რა. ხო და ამერიკის ეს რიტორიკა არის ყოველთვის ერთი რა. აი ზუსტად იგივეს აბრალებდა ეხა სადამ ჰუსეინს, კადაფის, რავი, უგო ჩავესიც მათ შორის, თავის დროზე ფიდელ კასტრო, ანუ ყველას აბრალებს ერთ რამეს, რომ მიდის ხალხის ჩაგვრა, ამ დროს სინამდვილეში ეს ხალხი მათ რეჟიმებს ხარს უჭერს რეალურად და ხალხის მიერ არის არჩეული. აი ხა კუბაში რო გეკითხა ფიდელ კასტრო ყველას უყვარდა. ჩე გევარა ყველას უყვარდა ბოლივიაში, არგენტინაში და ყველგან. ანუ რატომღაც ამერიკისთვის იყო ეგ პრობლემა. და ისინი გამოდიან ამბობენ რომ ეს არის ამერიკული იმპერიალიზმი. დაზედას მოკლეს საბოლოო ჯამში. That his government is part of a cartel that sends. ხო, აი ზუსტად რა კარტელებთან არის თანხმედრაშიო, ამის გამო უნდა განაიტა. განა იმიტომ რომ ხალხი ჩაგრება, არა კარტელებთან არის ხარდაჭერაში. ავი კაც
303 მილიარდ ნავთო ბარელს ფლობდე მე პირადად. აი რა კარტელებთან მინდა გარიგება გეხვეწებით. აი თუ ძმა ხართ რა. მე ვიქნები ადამიანი, რავი, რომელიც ამ კარტელებს აქეთ გააკონტროლებს. აი რა კარტელებთან რა თანამშრომლობა მინდა. Absurdi. The US Trump administration in August doubled a reward. ხო, აი 50 მილიონი ამ კაცზე უკვე გამოცხადებული რა და ვინო თუ ადგილსამყოფელი იცით დაწერეთ და იქნება გავიყოთ მე ეს თანხმწმებო, ჩავაბაროთ Maduro to $50 million on Maduro's head. Maduro denies these allegations, but he's also not backing down. ხო, გაგიჟებულია ეხლა რა თქმა უნდა. ახი აი რა თელი არმიით დადის, ტიპი დადის თელი არმიით იმენა, ვენესუელის თელი არმიით. თელი არმიით იმდან შეშინებულია რა. Onto the street to defend against any possible US invasion. Well, that's unlikely. მომზადებულია, ანუ გათხრილია სანაპიროებზე უკვე ბარიკადები აღმართულია, ნორმანდიის სანაპირო როგორცაა და ახლობე პლიაჟი ვერე გადაქცეული რაღაც აი საბრძოლო ბეთელფილდებათ რა თავიდან ბოლომდე და ხოლმე ნებისმიერ წამს შეიძლება ვიხილოთ უკვე სამხედრო ოპერაციის და სპეციალная военная операция რა ესე რომ ვთქვათ. US Venezuelan tensions are as ამერიკასა და ვენესუელას შორის მდგომარეობა პიკს აღწევს დაძაბულობა high point as they have been in years. ხო. ხო, აი ხალხი ტრამპს რა წამოց? ტრამპი ხო იცით ენაზუალია რა და ტრამპს ყველაფერი გამოიპარება რა. და ეხა ეს არის დაახლოებით ერთი 3 წლის წინა ეს ჩაწერილი მე მგონი რა. თუ ხო 3-4 წლის წინა ეს ჩაწერილი სადაც ამბობს ესეთ რამეს რომ მე რომ დავტოვე საპრეზიდენტო პოსტიო ვენესუელა მაშინ კოლაფსის ქვეშ იყაო რა. და ჩვენ გვინდოდა იქიდან მთლიანად ნავთობი გამოგვეზიდაო და მე მადურო პასუხოსო პირდაპირ აღიარა ამერიკის პრეზიდენტმა რომ ჩვენთან უნდა ნავთობი მხოლოდ. და ტრამპი ხო იცით ყველაფერი რავი ძალიან ბიჟუტურებს ეგეთ რამებს. აი უსმენთ. We're buying oil from Venezuela. When I left, Venezuela was ready to collapse. We would have taken it over. We would have got dog. Guy, we get on all. We go on next door. გვერდზე ყავსო. აი გამოდი მადურო პასუხობს აი ამერიკის ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა საკუთარი დანაშაულიო. Su crimen. Sorry ამაში. De lesa humanidad contra el pueblo de Venezuela. ვენესუელის ხალხის მიმართ. Declaró მან განაცხადაო რომ que el objetivo de su gobierno the objective of his government თავრობის მიზანი იყო აგრესია და სანქციები ვენესუელის წინააღმდეგო. Era hacer colapsar და რომ ვენესუელელი ხალხი შუაზე გაეხრიჩყავ, ეს საქართველოს ამბებს ხო არ გაგონებთ შემთხვევით. para que el poder imperialista იმპერიალისტური ზალა როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს რომ მოეპოვებინა კონტროლი ვენესუელის ნავთობზეო. და მთელი ეს სიმდიდრე თავისთან წაიღო. diría un buen abogado როგორც კარგი ის ადვოკატიო მოსეისა რა სამართლის ონე ვიტყვიო რომ მეტი მტკიცებულება აღარ არის საჭირო რომ ტრამპი არის ამ ყველაფერში დამნაშავეო. contra el noble y pacífico pueblo de Venezuela. აი ესეთი ამბები გვაქვს ჩემო მეგობრებო. აი ესეთი მე რატო განახებთ ხა მე რატო განახებთ და მე რატო მოვყევი ეს ისტორიები ცოტა სარკასტულად, ცოტა ისე, ცოტა ასე. მეგობრებო, მე მინდა წარმოდგენა გქონდეს ჩვენ როგორ იმართება თანამედროვე პოლიტიკა ზოგადად რა. და არ მინდა ეს ყველაფერი გამოვიდეს ხოლმე ცალმხრივად, ახლა გავდინე სხვადასხვა სიბრტყეზე რა თქმა უნდა მადურო არ არის ანგელოზი კიდევ ერთხელ იმსახურებს, ესაც რა თქმა უნდა გიჟია ჩაულებრივი, უფრო უკეთეს იმსახურებს ვენესუელელი ხალხი, ამაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ის რომ თუ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის უფლება თანამედროვე ამ კანონებითა და საერთაშორისო სამართლის წინაშე რაც არის ტყუილი რა თქმა უნდა, თუ ვენესუელელი ხალხი, რომელიც დღეს აღიჭურება და იარაღს ხელში იღებს თავიანთი დიქტატორი დაიცვა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლების ლეგიტიმაცია ამ ხალხმა გადასცა თვითონ რა. ანუ იცით რა არის? საქართველოშიც ხშირად ეშლებათ ხოლმე ეს თემა, რომ ამბობენ, რომ აი თუ არადემოკრატიული მთავრობა იმიტომ ყავს, რომ არ აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ სიტყვაზე. ჯერ ეგეთი აღიარებულია საქართველოს მთავრობა. მაგრამ ერაზე მაქვს საუბარი, რომს არ აღიაროს საერთაშორისო თანამეგობრობამ, სოფლიო ბანკმა, გაერომ, ევროკავშირმა, ამერიკამ, რუსეთმა, აიმან ბლა ბლა ბლა. ანუ როდესაც ხალხი შემხარს გიჭერს, ანუ დემოკრატიის ფუნდამენტებით თუ ისაუბრებთ, ლეგიტიმაციას გაძლევს შენ ხალხი და არა საერთაშორისო მოკავშირეები თუ საერთაშორისო მტრები. ამიტომ ეს ტერმინი მე საერთოდ არ მესმის, ამერიკული ტერმინია რა, ანუ ლეგიტიმაციას გაძლევს ამერიკის პრეზიდენტი ან ევროპა. ანუ რატო? იქნება მე მინდა საერთოდ მონღოლეთის იმას რა ქვია, პრეზიდენტს უნდა რომ იყოს ქვეყანაში შიმშილობა უბრალოდ. ეს და მათი ხალხი აი უბრალოდ მიყვება ამ იდეას, რომ ჩვენ უნდა ვიშიმშილოთ, რომ ჩემა მაგალითად დიქტატორმა იცხოვროს კარგად. ანუ ეს მაგ ხალხის არჩევანია. როგორც ჩრდილოეთ კორეაში რეალურად. როგორც მაგალითად ნებისმიერ სხვა დიქტატორულ, ანუ აი მაგალითად რუსეთი ავიღოთ. ანუ თქვენ რა გონიათ ახლა პუტინი რო წავიდეს რუსეთიდან, რუსი ხალხი ამოისუნთქავს და რუსეთი თავს კარგად იგრძნობს. ანუ ძერჟავა პუტინის ბრალი კი არაა რუსული. ძერჟავულია მთელი რუსეთი.
ანუ რუსის გონებაში არსებობს ძალა დაუმარცხებლობის, ძალა იმის რომ მოიგეს მეორე მსოფლიო ომი და ძალა რომ მათი საზღვრები არ სათავდება. ეს არის რუსის გონება. ეხლა თქვენ გინდა ღორი უწოდეთ მაგას და გინდა იმპერიალისტი. ეს არის რუსის გონება რეალურად. ანუ თუ პუტინი რუსეთიდან წავა, ანუ რუსი ხალხი გადააგდებს შემდგომ ლიდერს, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ დიქტატორი და მათ არ ჭირდებათ, რავი, დასავლეთიდან დასმული მარიონეტი, როგორც გორბაჩოვი იყო. ანუ აქედან გამომდინარე, რატო გონია ეგეთი რაღაცები, რომ მაგალითად ამერიკაში თუ რაღაც ფსევდო წარმოადგენლობითი დემოკრატია იგივე უნდა იყოს ყველგან. ანუ ეს ხალხის ეროვნულ ცნობიერებაზეა დამოკიდებული, რომელი იდეოლოგია ჭრის და რომელი მართლობის პრინციპები ესადაგება მას. ანუ აბსურდია რა ჩემთვის ეგეთი რაღაც ახლა. აი, მაგალითად, ბიბი ნეთანიაჰუ, რომელიც არის ისრაელის პრემიერი, რომელიც ახლა ღაზის ოპერაცია დაიწყო, ანუ მთელი მოსახლეობა უჭერს ამ მხარს. ანუ აი ის კი არ გამოდის ებრაელი ხალხი და იმას ამბობს, რომ აი ისრაელმა შეწყვიტოს ღაზაში ბავშვების ხოცვა და არა, პირიქით ხარს უჭერენ ეგ ოპერაცია, ანუ ისრაელელი ხალხის მიზანიც ეგ არის, რომ ეგ მოხდეს. ამიტომ ეს ნუ გონიათ მარტო ეგეთი რაღაცები, რომ აი რუსი რაღაც 5 კაცი გამოვიდა მაგალითად ადრე პუტინის იმაზე, რა ქვია, წინააღმდეგ უკრაინის რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყო და ვაიმე რუსეთში წინააღმდეგობა იზრდება. აი რა წინააღმდეგობა? 150 მილიონიან რუსეთში 10 კაცი რო კრემლთან დგება იმით peaceful განცხადებებით, ეს იმას ნიშნავს პუტინის გადაგდება უნდათ. მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მოსახლეობის 90% უნდა რომ პუტინი მართავდეს რუსეთს. ან უფრო უარესი კიდე. ამიტომ ამ ზღაპრებს შევეშვათ რა, ნუ გონუაბრალებთ აქ რაღაცები. გებელსი რო გამოდიოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რო ამბობდა ეხა გერმანელი ხალხი რომ ელაპარაკება ლიბერალიზმზე და დემოკრატიაზე და დაპიდარესტაბულ გათურქებული როა იქაურობა, ხო? გებელსი რო გამოვიდა იმაზე, რა ქვია, დრეზდენში 23 წელს გამოაცხადა გინდა თუ საყოველთაო ომიო და აი გერმანელმა ხალხმა 95%-ზე მეტმა თქვა რომ ჩვენ გვინდა საყოველთაო ომი. ანუ ეს იყო გერმანელი ხალხის მოთხოვნა რეალურად. ანუ ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ გონია ერთი კაციდან მოდის რაღაც აზრი მეგობრებო. აგერ ერთი კაციდან იყო ასადი და ჩამოაგდეს გააგდეს საერთოდ ქვეყნიდან, იმიტომ რომ რეალურად მართლა არ იყო ასადი ხალხის მიერ არჩეული და ხალხის მიერ ნებით მართული. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ და ბევრჯერ არის საჭირო ამის გამეორება. დიქტატორი გამოხატავს ეროვნული ცნობიერების მთავარ საგარეო არსს და პოლიტიკას. დღეს შე რო ალიევი ყავს მაგალითად აზერბაიჯანში ამდენი საუკუნე უკვე ხო? ანუ ეს იმას ნიშნავს რომ აზერბაიჯანელ ხალხს უნდა რომ ყავდეს, რო არ უნდოდეს გადააგდებდნენ. აგერ ლუკაშენკოს ქონდა ისენი რა ქვია წინააღმდეგობა ბელარუსში, მაგრამ სისხლით ჩაახშო ეგ ყველაფერი. მაგრამ მაგის ვერ შეწყდა ეს ყველაფერი. არ ხონა დაფიქრდე რომ ხა მე ვერ შევადარებ თქო ბელარუსელი ხალხის ინტერესო მათ ლუკაშენკო უეჭველი უნდათ, მაგრამ ისო რომ რუსეთში პუტინი ცალსახად უნდათ და აგერ ვენესუელაში 4.5 მილიონი კაცი რო კბილებამდე შეერაღებული შენ სანაპიროებით გიცავს, ხო? ანუ ნიშნავს რომ უნდი ხარ. თარიღ პროპაგანდა მარტივია ხა დაბალი IQ-ს ქვეყნებში, ხო? ვენესუელაში მარტივად ამერიკა ეგრე მტერია, ეგრე უცებ ყოველგვარი იმის გარეშე, ვსაუბრობ ამერიკა მტერია. და მადურო კაი კაცია. იგივე იყო ლიბია, იგივე იყო სხვადასხვა ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში. ანუ მე ეხლა რომ ვლაპარაკობ ობიექტური რეალობის სიფრთხეზე, რა ყველაფერი მადუროსაც ვაკრიტიკებ, როგორიც ტრამპსაც ვაკრიტიკებ და ყველას აბსოლუტურად. რომ განახოთ რა ბინძურია პოლიტიკა რეალურად. ამიტომ ესეთ ამბებში რომ არ მინდა ხოლმე ჩვენ ჩავიძიროთ, მე იმიტომ ხსნი ესე გასაგებად და ესე დეტალურად, რომ რეალურად ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ თავს გვახვევია, ნებისმიერი გვიყვაროს, არის მათი ინტერესის სატელიტივად. აი რაღაც ინტერესი აქვს ჩვენში. აი ზოგს მაგალითად ჩვენ საქართველოსთან უნდა ეს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური რაღაცეები, მაგალითად ტრანსპორტი, აბრეშუმის გზა და ეგეთი რაღაცეები, თორე ხა ქართული ხალხი არავის ადარდებს. საერთოდ რატო უნდა ადარდებდეს ქართული ხალხი ვიღაცას? ქართული ხალხი უნდა ადარდებდეს, ჩვენ თავი ჩვენ თვითონვე გვეყუდრის, როგორც ილია ამბობდა. ჩვენ თვითონვე უნდა ვიდარდოთ ჩვენ თავზე. ჩვენ თავს უნდა შევუწყოთ ხელი ამ ყველაფერში. ჯერ პირველ რიგში აი ეს ეშმაკების ბუდე უნდა გავინთავისუფლოთ, რომელიც ჩვენ ტვინშია, რომ მივხვდეთ ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, რომ განსაზღვროთ, რომ არავის არ უნდა ჩვენთვის კარგი, რომ პირიქით ყველა გარედან ჩალიჩავს, რომ რაც შეიძლება დაგყოს, რაც შეიძლება გაგხლიჩოს, რაც შეიძლება თავს მოგვახვიოს იდეოლოგიები, რომ ადვილად სამართლებები გახვდეთ. თქო ქართული ხალხი ხა მებრძოლი ვართ და არ არის ჩვენი დამორჩილება ესეთი მარტივი საქმე. მაგრამ მტერი მაინც შიგნით აღწევს და დევნა მაინც შიგნითაც არის, რომ ამდენ დებილ ლიბერალ ახალგაზრდებს აჩლუნგებენ და აჩლუნგებენ. ამიტომ ჩვენ მათ წინააღმდეგ უნდა გავატაროთ ჩვენი ეს ღონისძიებები, ჩვენი შემართება, მთელი ეს პოლიტიკა, ყველაფერი, რომ დავიცვათ ქვეყანა მავნე ზემოქმედებისგან მეგობრებო. რავი, ეს იყო ჩემი ვიდეოს მთავარი დღევანდელი მესიჯი. არ შემელო რომ ეხა მე ვენესუელისა და ამერიკის პოტენციურ კონფლიქტს მე არ შევხებოდი, რადგანაც ამერიკის პოლიტიკაში ღრმად ვარ ჩართული და თითქმის ყოველდღიურად ვაკვირდები ამერიკულ დღისწესრიგს. ვნახოთ მადურო რას დაახვედრებს, გახდება დაწერთ კომენტარებში სხვათა შორის თქვენი აზრი მაინტერესებს, აი რას მოილით ამ კონფლიქტისგან, გაიზიარებს თუ არა მადურო უგო ჩავესის, კადაფის იმის რა ქვია
და სხვა დიქტატორების ბედს, სადამ ჰუსეინისა და მათი და თუ არ მიუერთდება და რას ფიქრობთ? აი ვენესუელაზე რას ფიქრობთ? ეგ მაინტერესებდა და თუ რას ფიქრობთ ასევე დაწერეთ იმაზე, რომ აი აქ არის ვენესუელელი ხალხის ინტერესი ამერიკის იმაში, რა ქვია, პოლიტიკაში თუ რა თქმა უნდა აქედან ეს უზარმაზარი ბარელობით ნავთობი, რომელსაც ვენესუელა ფლობს. დაწერეთ აბლა კომენტარებში ასევე და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ხალხი, გამოვყევით ინსტაგრამზე, სადაც საინტერესო რაღაცებს ვდებ ხოლმე ყოველდღიურად და რავი, მე ჩემი ნება რომ იყოს ყოველდღე დავდებ ვიდეოს. რა უბრალოდ ეხა გადავედი, ადრე თუ 3 დღეში ერთხელ ვდებდი, ეხა ყოველ იმას ვიღებ, რა ქვია, დღე გამოშვებით ვდებ, იმიტომ რომ ყოველდღე ბევრი ინფორმაცია იდება, ბევრი საინტერესო თემა და ძალიან მიყვარს თქვენთან ურთიერთობა და ძალიან მიყვარს ზოგადად ვიდეოების ჩაწერა. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.